ეკვადორი, დედაქალაქი კიტო. ქალაქი, სადაც ცა და მიწა ერთმანეთს ხვდება. ზღვის დონიდან თითქმის 3000 მეტრზე გაშენებული ეკვადორის დედაქალაქი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი და შთამბეჭდავი ადგილია. კიტო ცოცხალი მუზეუმია, რომელიც ზღვის დონიდან 2850 მეტრზე პირდაპირ მოქმედი ვულკანის პიჩინჩას კალთებზეა გაშენებული. აქ ანდების მთების გარემოცვაში ისტორია ყოველ ფეხის ნაბიჯზე ცოცხლდება. კიტოს ისტორიული ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის პირველი ძეგლია, სადაც კოლონიური არქიტექტურა, მოოქროვილი ტაძრები და ვიწრო, ფერადი ქუჩები წარსულის დიდებულებას ინახავს. აქაური ტაძრები, როგორიცაა ლა კომპანია, არა მხოლოდ არქიტექტურული შედევრი, არამედ ოქროს ნამდვილი ოკეანეა. მისი კედლები 7 ტონა სუფთა ოქროთია დაფარული. ეს არის ქალაქი, სადაც ესპანური ბაროკო და ინკების მზის კულტი ერთმანეთშია გადაჯაჭვული. თუ გსურთ კიტოს მასშტაბები ნამდვილად შეიგრძნოთ, უნდა დატოვოთ მიწა და ღრუბლებს ზემოთ დაიჭრათ. ტელეფერიკო ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საბაგირო გზა, რომელიც ქალაქის ცენტრიდან პიჩინჩას ვულკანის აღმართზე მიგაქროლებთ. თქვენს ფეხქვეშ გადაშლილია მთელი კიტო, რომელიც ანდების ხეობაში ვიწრო ზოლადაა გადაჭიმული. მაგრამ კიტოსთან ახლოს მდებარეობს ადგილი, რომელიც დედამიწას ორ ნაწილად ყოფს. ლა მიტად დელ მუნდო, ანუ სამყაროს შუაგულზე. ადგილი, სადაც ფიზიკა გიждდება. აქ ბუნება თავის მაგიას გვიჩვენებს. მხოლოდ აქ შეგიძლიათ დააბალანსოთ უმიკვერცხი ლურსმნის თავზე. კორიოლისის ეფექტი. ეკვადორის ხაზიდან სულ რაღაც 2 მეტრის დაშორებით ჩრდილოეთ ნახევარსფეროში წყალი ძაბში საათის ისრის საწინააღმდეგოდ ტრიალებს. სამხრეთში საათის ისრის მიმართულებით, ხოლო უშუალოდ ხაზზე წყალი ყოველგვარი მორევის გარეშე ვერტიკალურად ჩაედინება. თუ გსურთ იხილოთ ბუნების დაუზოგავი ენერგია, უნდა ეწვიოთ პაილონ დე დიაბლოს, ანუ ეშმაკის ქვაბულს. ეს არის ადგილი, სადაც მდინარე პასტასა მთელი თავისი ძალით ეხეთქება კლდეებს და ქმნის ნისლისა და ხმაურის საოცარ ეფექტს. ის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობაა მთელს ანდებში. ეკვადორი მსოფლიო ბაზარზე არომატული კაკაოს 60%-ს აწვდის. ეს ნიშნავს, რომ საუკეთესო ხარისხის შოკოლადების უმეტესობა სწორედ ამ მიწაზეა გაზრდილი. მსოფლიოში 2 წამყვანი ქვეყანა უმაღლესი ხარისხის შოკოლადის წარმოებაში, როგორიცაა შვეიცარია და ბელგია, სწორედ ეკვადორის კაკაოს იყენებს. დღესდღეობით კაკაო ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია, ნავთობის, ბანანისა და ზღვის პროდუქტების შემდეგ. აი ასე გამოიყურება ნამდვილი შავი ოქრო მოსავლის აღებამდე. კიტოში ყოფნის დროც ამოიწურა და ამერიკის კონტინენტის ყველაზე ცნობილი გზით პანამერიკა გამემგზავრეთ პლანეტის ყველაზე მწვანე ზონაში, ამაზონის ჯუნგლებისკენ.